ერთი ცხელი ზაფხულის შემდეგ გადაცემა ერთი დღე კვლავ ეთერშია, ასე რომ მოგესალმებით ყველას. თიკო იქნება თქვენთან ერთად და სხვათა შორის მარტო არ ვიქნები. ალბათ გახსოვთ ყველას გადაცემის წესები, ჩვენ მივიმართებით სტუმრისაკენ, პირიქით ჩვენ ვართ სტუმრები, ისინი მასპინძლები და ჯგუფი ემი თქვენს წინაშე. ლა 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 ლა. ეს არის ია მინდრის ყვავილია. შემოგეჭერით და როგორც ეს ჩვენ გაგვიშალეთ სუფრა. არა ისე დეკორატიულია პრინციპში უმრავლესობა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისა იღვიძებენ დაახლოებით შუა დღეს და ამიტომ ცოტა გამიკვირდა რომ 9 საათზე მოდითო გითხარით. ჩემი დღის გარიგიც არის ეს, იმიტომ რომ 8 საათზე არ, მაგრამ 9:30-ზე ვიღვიძებ. დილის ვარჯიშები რაღაცა. ეს ერთადერთი ვდგევარ ნამძინარევი, რომ წყალს რო გადავილებ, მე მოვდივარ აზე, ვიკეთებ მაკიაჟს და ეგრევე მივდივარ სახლში და მანქანაში ვხიზავ მუსიკას სამსახურში. შენია. მე, ესე იგი, მე ჩემი დღე იწყებოდა 3-4 საათზე. და ზეგამ დაიწყო მუშაობა დილას. ოთახში 8 საათზე ინთება შუქი, კარადის კარებების ხმა, ქუსლების კავი. და ნუ ერთი კვირა ავიტანეთ. ეხლა მე 8 საათზე ვზივარ ურგიში. ან და არაპირებ სამსახური დაიწყო შენ. აპირებ და რამოდენიმე მცდელობა ესე ჩაიშალა მინდა გითხრა. ეს შეიძლება გაზეთში განცხადება და რომ დილით 8 საათიდან გავაგდი ლამაზი სახით და გამოაცხადე. რა არის სრული სერიოზულობით ვაკეთებ განცხადებას და რომ 2 ადგილას დამიწუნეს და მიზეზი უნდა ვთქვა რატო. იმიტომ რომ მომღერალი ვარ თურმე. ანუ თვლიან რომ მომღერლები არ შეიძლება იყვნენ ინტელექტუალური და განათლებული ხალხი და ეს ალბათ ჩემი კოლეგების ბრალია რომ სახელი გავიფუჭეს ხო? ეგა შენ ასე კომენტარს გავუკეთე. იცი რა მე გამიმართლა, იმიტომ რომ იმდენად კარგი რეკომენდაციით მივედი სამსახურში, რომ უკომენტაროთ გასაუბრების დონეზე უფროსთან გასაუბრება მქონდა და მიხვდა რომ ჩემი რაღაც დონეები აკმაყოფილებს იმ სამსახურს და იმ შესაძლებლობებს, რაც იქ მომეთხოვება. მოდი ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვოთ ეკას ადმუშაობს, გავიგებთ სულ რაღაც რამოდენიმე წუთში, ხო? ყველა მაყურებელს აინტერესებს თუ სად მდებარეობს სახლის რომელ კუთხეში ისეთი ადგილი, სადაც თქვენ ყველაზე მეტ დროს ატარებთ. ზოოპარკია. ზოოპარკია. და ზოგჯერ რომ გამოვივლი ბილიზის აქ და ვერ ვიგებ ნამდვილად სათამაშო. მეთქე ბილის ბილი. ეს ვიყიდეთ ბილი, შევიძინეთ მაშინ როცა კლინტონის ბოლოვა დაიწურებოდა და მამაჩემმა დიდი სიყვარულის და პატივის ნიშნად ბილ კლინტონის საპატივცემულო დაარქვა და რიჟა იყო როცა ვიყიდეთ და ეხლა აღარ არის. ცნობილი ხარ რომ დავუშვათ აი ქუდის გარეშე ან დავუშვათ თავსაბურავის გარეშე ძალიან იშვიათად ხარ ხოლმე ეკრანზე. რატო შენით არ მოგწონს ფილმს, მე არ მოგწონს თუ იმიჯი გაქვს ესეთი რომ ქუდი ატრახ მეცხრე დახურავს ხოლმე ქუდი. უბრალოდ არის მომენტი, ალბათ უფრო იმიჯისთვის, იმიტომ რომ ხა ხალხს არ შეიძლება თმა არ მოწონდეს თული, უნდა მოწონდეს ხო? მელოდი არ ვარ ასე. ბილის შეუყვარდი. ეს არის ალბათ ყველაზე საყვარელი ქუდი, იმიტომ რომ მეგობარმა გამომიგზავნა ესპანეთიდან და ძალიან მიყვარს და ყველაზე ძვირფასია ჩემ ქუდებში. აი ხა რო გითხარ რომელიღაცა რაღაც ცნობილი ფილმის ან რაღაც ესეთი დიზაინერს არის, არა. ეს არის ყველაზე ქართველი დიზაინერის თუ არა არ ვიცი, ქართველი არ ვიცი. აი მე ვიცი რომ ყველაზე ძვირადღირებული ქუდს გიკერავთ თქვენი მეგობარი, რომელიც არის ქართველი დიზაინერი. არის რამდენი? აი არის მაგალითად ეს არის შეკერილი, ლიკას აწერია კიდევაც ლიკა ალადაშვილი. ლიკა ალადაშვილი. აი ეს ვარდისფერია კიდე ლიკას შეკერილი, აქაც აწერია. მე ვიცი რომ იას ვარდისფერი ფერები უყვარს და მოდი შენ გითხრა. გადამეტო, საერთოდ ვიყავი მოყვარული შავი ფერის. ხო. სულ ბავშვობიდან მიყვარდა შავი, მაგრამ ხა 25 და 26 წელი რომ დადიხარ ადამიანის გვერდზე, ვისაც ვარდისფერი, ხო? მე გადა. რატო ხო შეიძლება პირიქით შენ შეყვარებოდა შავი? მე შავი არასდროს არ მოცივე. ბავშვობიდან გვეცვა ცისფერი ან ვარდისფერი. დედაჩემს ჰქონდა რაღაც, არ ვიცი, ეთყობა ფანატიკური სიყვარული ამ ფერების. ეს ეცვამდა ვარდისფერი. არა სხვა შორის. იცი როგორ იყო? თქვათ ერთ ჯერზე თუ გვიყიდნენ ორ კაბას, ყოველთვის ქონდა ყველაფერი ერთნაირი, აი აქ იყო უკვე. მე მეცა ვარდისფერი, ეკას ცისფერი. მეორე ყიდვაზე ცისფერი ჩემი იყო, ვარდისფერი ეკას. საძინავს ემის გოგონებს. ესე იგი მარჯვენა ფლანგი არის ეკასი.
ხო, ანუ აი ესე ვარ. ჩემი, აი ესე ვწევარ. დილით თუ წუწუნებთ რომელიმე აი დავშეთ რომ ამას ზილში ლაპარაკობდიან, ხვინავდიან. აი ესეთი რაღაცები ჩემი კენ. ნუ ესე იგი მე ვარ არ ვიცი, რამდენი ფაქტის მომწრე არ ვიცი. ერთ შენიერ ღამეს ხო ადგა და 1 2 3 4 და მეუნეთან გადამიღეო. ფოტოაპარატი ზადები გადამიღე. მინდა გითხრათ რომ არაჩვეულებრივად ძინავს იმის გოგონებს აბლოგინზე. გოგონებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილს მინდა გადავხედო. ბიჟუტერის მაღაზია გვაქვს. სამწავს ლარად მომწე. არა, რა სისულელეა. ჭიპის გახრეტვას კი, ვაპირებ. სულ ახალია. და როდის აპირებთ მოდი გითხრათ. ჯერ შიშები აქ და შიში გესმის დაუძლეველი, ხო და ველოდები ამ ბარიერს როდის გადავახავს, თორემ იმიტომ რომ ეკასაც ეშინია და უჩემოდ ვერ მიდის. კოსმეტიკა. ესე იგი, სურამოების უამრავი რაოდენობა, დიდი რაოდენობა არის თუ არა ეს თაყვანისმცემლების. კი, რამდენიმე. რამდენიმე. ხო, და ჩემს ძირითადად კოლექციაში თქვენ რამდენიმე თვითონ არა. მე მაგალითად დედა სუნამბოლოს როდის შევიძინე არ მეგობრები. ანუ გჩუქნენ დედა, მეგობრები. ყოველთვის შუქნის მეუბნები რომ სურამოს მინდა ეს. უპირატესობას ეხა ყველას ეწყინება, გაიგე? იმიტომ არ თქვა და მე ჩუმოთ ყურში მიხარი და მე ვიტყვი გადაცემა. ლანკომე უყვარს ეგას. მირიქა. რაც შეეხება თქვენს მზითვებს გოგონებო. მზითვებს. არ გოჩვენებენ. სიურპრიზია. ანუ შენახული და არ გაჩვენებენ და. არა, არ ვიცი, შეიძლება არც არის შენახული. ესე იგი, რატოია? აი არ ვიცი. მამასგან მივიღე, მამიკოსგან მივიღე საჩუქრად და სხვათა შორის ალბათ არც ერთი საჩუქარი არ გამხარები, ისე როგორც ესეც ზითია. ერთგვარი მზითვი, ალბათ რომ ჩემი მეუღლე დავიცვა. ან შენი მეუღლისგან დავიდა. თავი დავიცვა. ესე იგი, უსიტყვოდ ვდებ უკანი არა, არც კი ვიცი რა გითხრათ, უბრალოდ ხილად იყავით. ცოტა არ იყოს რაღაცა შეიცვალეთ ამ ბოლო დროს იმიჯი, ხო? რამდენად გიყვარს დაუშვათ პოზიორობა ფოტო აპარატის ან კამერის წინ? ძალიან. ეს არის ერთ-ერთი ჩემი გატაცება, რომ აი რაც შეიძლება მეტი ფოტო, გადაღება იმდენად არა, რამდენადაც ფოტო გადაღება უფრო მომწონს, ვიდრე დაუშვათ კლიპის ან სატელევიზიო. ესენი საჩუქრებია ხო? დედიკოსი და დედის, მამის და დედიკო და მამიკო. ერთი ორი ცალი ბიჭუნები. ბიჭუნების. ეს კი რა მაინტერესებს, სუნამოები ჩუქნიან დედიკო და მამიკო, სათამაშოებს დედიკო და მამიკო. ეს ეკას. ეკას რატო ვერ გავიგე? არ ვიცი. ჩხუბობთ ხოლმე ხშირად? კამათობთ. კამათობთ უფრო. როგორი უკიდურესობა გვაქვს ის ხوار ჩხუბობთ და არ ვხავთ ერთმანეთს, არც კოცნით ერთმანეთს. დაბადების დღე გვაქვს ხილსვარდ. პირველ გილოცავ დაბადებას. რომელი თქვენთაგანი უფრო ხშირად იყენებს უკაცრავად ამ სიტუაციას ამ ინსტრუმენტს? ვიყენებდით 7 წლები გვაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით. მაშინ აქტიურად მეცადინეობდი და რაღაც რამდენიმე წელია საკმაოდ ისეთი ცუდი ურთიერთობა მაქვს ფორტეპიანოსთან. გიტარის სევდიანი ჟღერადობა უფრო ხიბლავს, ხო? ესე იგი ძალიან დამავალი ფეხა ჩაის თუ დამალევინებს რა დროზე წავედი. ჩაის იაგას ხოლმე დილით? ი არის ჩაისტი. და რა მაინტერესებს, აი რატო ხართ მარტო დილით სახში? დედა სამსახურში, მამა სამსახურში, ჩემი პატარა ძმა 13 წლის გიორგი სამსახურში არის სკოლაში. თეას გასვლით რეისები აქვს მეგონი სახშია? არ ვიცი, ვერ გეტყვი. იმიტომ რომ ისეთი ჩუმია და წყნარი. სიმართლე გითხრა, შეიძლება მთელი დღე იყოს სახლში და არ ვიცოდე რომ სახლშია. არის თავის ოთახში. ეს კი ცნობისათვის ვინც ვერ გაიგოთ. იმიტომ რომ დედა, მამა ჩემი და ჩემი და ძმა არიან აქეთ რეზიდენციაში. ჩვენ ვართ თითქით და ამიტომ
ესე იგი, ვინც ვერ მიხვდა ხო ამდენი ადამიანი თეა ჩამოთვალე, გიორგი ჩამოთვალე. გიორგი არის ეკასდაიას პატარა ძმა და თეაც არის ეკასდაიას დიდი და. და პატარა შვილი, მინდა დავაკონკრეტო, იმიტომ რომ წინა გადაღების დროს, პაპარაცის დროს აღმოჩნდა რომ ყველას ეგონა ჩემი ბიჭუნა. ყველა აღნიშნავდა რომ რა შავი ბიჭია და რა თეთრი დედა ყავს. ჭორით რაც შეეხება თქვენზე გავიგე ახალი ჭორი რომ ვიღაცა გოგო ემატება და ჯგუფი უნდა გააკეთონ რაღაცა. შვილასაც იყო. ალბათ ესეც ჭორები შეიძლება გესმით, მე არ გამიკვირდება. გოგო ემატებათო, დედა შემხვალელდება მესამე. გოგოს. ალბათ შვილი გვემატება ოჯახის. შეიძლება. არ არის გამორიცხული. არა, ადრე მახსოვს რომ სამი შვილი ითვლებოდა, მრავალშვილი და მაშინ სამნი ვიყავით. მე შემოვიდა კანონი რომ 4 ითვლებოდა, დედაჩემმა მე-4 გააჩინა სასწრაფოდ. ეხლა გაიგო რამოდენიმე ხნის წინ რომ 5 ითვლება და შეიძლება გააჩინოს. გამრავლდიერო, ქართველებო, გამრავლდე. ამტრევანგრევ ის კუთხეში მოვხდი, რომელსაც თქვა სამზარეულო. გიყვართ თუ არა კერძების მომზადება, გიყვართ თუ არა სახლის დაალგება, ჭურჭლის გარიცხვა იგივე სამზარეულოში ვარ და აქედან წამოვიდი. ბრეცხვა, ხეხვა, ჭურჭელი, ქვაბები, მე მემარება და ეკა არის მზარეული. მე მისი ხელქვეითი ვარ ამ საქმეში. ანუ ამზადებ რაღაც. და ირას. ანუ ყველაზე გერმოსი. ეკა საფირმო კერძი რა. არა, ესე ხა არ ვიცი. მე მინდა აღმოჩნდა რომ ყველაფერი კარგად გამოწდეს, იმიტომ რომ ოჯახის კვება მასზეა. ერთადერთი რაც მეხერხება ეს არის ჩაის გაკეთება და მიყვარს ჩაი და ალბათ იმიტომ. და ძალიან დიდი შრომა ადგება, ესე იგი ჩაის ვადუღებს. უბრალოდ რა არის, არ მიყვარს რაღაცა ჩვეულებრივი ჩაის დალევა, ერთჯერად ჩადე და всё. რაღაცა განსაკუთრებული და ვინმე თუ მიდის სადმე აზიურ ქვეყანაში, ყველამ იცის რომ ჩაი უნდა ჩამომიტანოს. ყველაზე საყვარელი რაც მაქვს, მიშას ჩაის ვეძახი, იმიტომ რომ ვარდებით კეთდება. იცი რა, ჭიქები მაქვს თვითონ იმდენად ლამაზი, ესეც ჩამომიტანეს, სხვათა სტიმული მაქვს ხოლმე რომ გავაკეთო. მოდი მე ვაჩვენებ მაყურებელს, ეს არის განსაკუთრებული ჭიქა ჩაისთვის, ანუ ცალკე ფერის დაყენება არ გვჭირდება. თავსახურის მოყვება. უყვარს ძალიან დილას ფუნთუშეული. ფუნთუშების მირთმევა. თუ ყოლია ცხოვრებაში, ჭყალებში კვირი და ვინმეს თუ გიცდია, ვინმესთვის მიგებაძა. აი სკოლაში იყო ხოლმე, ხო გახსოვს შენ, იყო თემა რაღაცა, რომ აი ჩემი იდეალი და უნდა დაგეწერა, ვინ მოგწონს, ვისნაირი იყო, გინდა რომ იყო და რაღაცა. არ ვიცი რატო, მაგრამ კი, არსებობენ ქალები, კაცებზე არ მაქვს საუბარი, ვისი სილამაზეს მართლა ვიხიბლები და სერიოზულად მithქვამს, რომ ბედნიერება, როცა ქალი დაიბადება ესეთი. მაგრამ ის რა ნეტა ესეთი ვიყო, არ ვიცი, შეიძლება ამ პარტნიორობაში რაღაც ძალიან პატიმოყარეობაში და ასე შემდეგ თვისებებში არ ჩამეთვლება, მაგრამ ნეტავი არ მაყოფილი ვარ როგორც დღევანდელ ცხოვრებაში ნებისმიერ რაღაცის მიღწევა და გაკეთება ადვილი. მით უმეტეს თუ თვისება მოგწონს ადამიანის რაღაც, ხო? გარეგნულ შტრიხებზე არ არის ლაპარაკი, შეგიძლია გააკეთო, იმიტომ რომ 1000 პლასტიკური ქირურგიული საშუალება არსებობს. ეს თემა იმიტომ შემოვაგდე, რომ გამეკო ვინ იყო თქვენთვის საყვარელი შემსრულებელი. მე მაგალითად ვარ როკის მოყვარული და გავიზარდე როკზე. და არ გამომდის მე რასაც ახლა გავიზარდე როკზე. ანუ თინეიჯერობის პერიოდიდან თქვა, ხო, იმ რაღაცა გარდატეხის ასაკიდან, როცა უკვე რაღაც მოსმენას იწყებ. დავიწყე როკის მოსმენა, იმიტომ რომ თქვა პოპ მუსიკა იგივე ჩემთვის არ იყო, თქვა არაფრის მომცემი და საინტერესო არ იყო, მაგრამ უკვე ყოველთვის რატომ ღერი ვარ, თქვა იგივე მე პოპს, მაგრამ მე ვიცი ჩემი თქვა ვოკალური შესაძლებლობა, ჩემი მუსიკალური მონაცემი, მე ვერანაირად ვერც გარეგნულად და ვერც ჩემი ვოკალური მონაცემით როკ მომღერლის ამპლუაში ვერ ვჯდები. აი შემსრულებლები და ალბათ კრენბერისი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც აი ვუსმენ ერთგულად, ანუ არ ვღალატობ პირველი ალბომიდან დაწყებული დღემდე. ანუ ერთადერთი ჯგუფია, რომლის ერთგულიც ვარ. ძლიერი როკი არ მიყვარს. ნუ ჩილი პეპერსი იგივე, კორსები არიან, ოსბორნის, ოღონდ ბალადის სტილის სიმღერები მიყვარს. ეს
ესე იგი, დრო მოვიდა, რომ ეგ უნდა გავაცილოთ. დრო მოვიდა და დრო გადავიდა. ეს კი ჯერჯერობით სად მუშაობს, ეგ სიურპრიზად რჩება, სიურპრიზად გაგიზდებიან. და რა ყოველ შემთხვევაში ესე იგი მინდა რომ დავტოვო საიდუმლო ჯერჯერობით, ალბათ ბევრს დაინტერესებს და ეს იმის ამბავია რა ჩაუჯდებიან გადაცემას ბოლომდე რეკლამა. თუ რაღაც. წავედით ხო? წავედით. საუბრობის წინ უნდა დაიჭდეო და ხო. მართლა? არის ფეხები ესე. ფეხები ეს მაშ მეტროში რომ მაგიათ. ბილი ეკამინის ბილი. ბილი დაზის ბილი და ბილი ეკა წავიდა ეკა. ეს სიყვარულო და მალე მოვა. მე კი არა ეკა. მე კი არა ეკა მის მოეფერე წასვლის წინ მოე. всё. ეკას ფული უნდა. უი ხო დაის დავაფიაზოთ. გასვლის მე ვიკეთებ რემბოს სათვალეს. აბა გაიგეთ. სტალონეს ცოლს გა. ხარაზულები რატო ხარ? ესე იგი, გენერატორი მოგპარეს მე-4 სართულიდან და იმის მერე ჩიტები ვზივართ გალიაში. ეჭვი გვაქვს, რომ ეს რა ქვია, ამოძურნენ სახანძრო კლუბით. ეჭვი გაქვთ რომ ამ კატამ მოიპარა. არა, კატამ არა. ამ დროს ყოველთვის, ანუ ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა იარჩება ხოლმე არა, მარტო კვირას სახლში. ვარ, შაბათსაც მუშაობს ეკა. ესე იგი, კვირის გარდა რჩება მარტო სახლში და ჩათვალე რომ მარტო ხარ, რაც გინდა აკეთე. აი რა უნდა ვაკეთო? ზოგჯერ საათობით ვზივარ ერთ ადგილას. აკეთებ. და რას აკეთებ საათობით როცა ხარ ფიქრობ ან ნუ დილა იწყება იმით, რომ ყველა აბსოლუტურად დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ორი და და ერთი ძმა სახლს ტოვებენ, წარმოიდგინე როგორ 5 კაცი. და ნუ დღის პირველი ნახევარი სჭირდება იმას, რომ ყველაფერი მოვიდეს წესრიგში და ფაქტობრივად დღის მეორე ნახევარი ძალა აღარ მაქვს, მე ვზივარ მე ესე. ტელევიზორს აღარ უპოვეთ ამ გოგოს სამსახური. კონტეინერები, ხო? კონტეინერები. სამი რატო? მე ეკა და თეა. შენ ეკა და თეა. ეს იგი ბუნება მართა გაჯილდოვათ. ნუ არა, ესე იგი რა ვქნათ. ცისფერი არა, სხვა შორის თეა ხმარობს თაფლისფერ ლინზებს, შავი თვალები აქვს და უკეთია თაფლისფერი ლინზა, რაც ძალიან უცნაურად მეჩვენება, მინდა გითხრა. და რა მაინტერესებს, ლინზა როცა გეკეთია ჩვეულებრივად ხედავ თუ რაღაცა? ჩვეულებრივად ხედავ, მე ვფიქრობ, რომ ლინზით უკეთესად ხედავ, იმიტომ რომ 7 წელია უკვე. ხო. მაგ ესე 97-18 წლიდან. ძალიან. და უკვე მგონია, რომ ჩემი რაღაც რო არ მიკეთია, მგონია, რომ რაღაც მაკლია. თიკომ თმა შეიღება, ჩვენ ვიზურნეთ თიკოს თმის. ცოტა ხანში ვნახავთ როგორი ფერი ექნება. მადლობთ. არა ჩვეულებრივად მომსახურე. დიახ, დიახ. შედეგი ნახეთ სულ რაღაც რამოდენიმე წუთში. ალო. ვინ სად როდის როგორ? ეს მე დავიჭირე აგნესას ქორწილში. რამოდენიმე დღის წინ. და აქვე მინდა აგნესას მიმართო ქორწილში რატო არ დამპატიჟეთ? ესე იგი ცოტა ხანში შეიძლება გათხოვდე. ხო არ ვიცი, ნახოთ, იცი რა არის, ეკამ დაიჭირე 5 წლის წინ და არ გათხოვდა. ვინ იმუშაობს? ეს ჩემი შემოქმედება, ოღონდ ამის გარდა. ეს ვიღაც მაწვილმა შეასრულა. ანუ შეგიძლია მეც დამხატო. კი, შემილია, მაგრამ აი ეს ეკა მაგალითად დავიწყე და იმდენი შენიშვნა მომცა, რომ აღარ დავამთავრე, გავბრაზდი და მე რატომღაც გააკეთა შუშაში ეთყობა მოეწონა. ეს იგი სამუშაო ადგილი. სამუშაო ადგილი და კლავიატურა, რომელსაც არ აქვს არცეთი, აღარ აქვს ასოები. ძალიან მაინტერესებს რა და სამუშაო. ბოლოს უკვე დავაწერე ფლომასტერით, იმიტომ რომ ბეჭდვისგან გადაცვდა. ტელეფონი გვირეკა? შეიძლება რომ ტელეფონს მოპასუხო? კი, მიპასუხო ხო შეიძლება. თუ არა. ალო, გამარჯობა თეკა არ ვარ. ია ვარ, გაცილებული ვარ და კვირას ინტერვიუ გახსოვს ეკა, ვარსკვლავებიდან თამარი. რა საათზე შევთანხმდით? თიკო ვარ, მე სტუდია მაესტროდან გამარჯობა. თქვენ გაიგით სტუდია მაესტროს მარში.
თუნდაც არ ვიცი, ოღონდ იარაღი, ბოლომდე შეიარაღებულები არის. აი რაც გინდათ ეს ძალიან მაინტერესებს. ეს მამა ჩემს უყვარს მსგავსი რაღაცები და სხვა შეს ეთიოჯერ ლუსტრაც მიაღეცა მსგავსი. რა მაინტერესებს, აი რაღაც ისტორია აქვს თავისი ეს აი ეს მაგალითად ეხლა ზუსტად ზეთი ხმალი აღმოვაჩინე რომ ყუღმა. და ერთ-ერთ ფილმში და ბილი მიხვდა რომ აქ სერიოზული ამბავია და ჩაერევა აუცილებლად. ხო შეიძლება მე რა არაფერს არ გიზავს. არ გიზავს, ნუ გეშინია. მიდი. ბილი თიკომცემს უთხარი რომე. გადი აი ნახე როგორ მიცავს. არა ბილი აი დავდევი არა და ხელებს მაღლა ცოტა ხანში იასიხილავთ სილამაზეს სალონში სადაც იგი თავის თმას უფრო მეტ სიბზინვარეში იმატებს ანუ ახალ არტილობას გაიკეთებს და ასევე თიკოსი ხილავთ ცოტა ხანში ახალი თმის ფერით და ახალი ვარცხნილობით. მაგრამ ეს არ იქნება სილამაზის სალონის ესე კი შედეგი იქნება იას ჩემი ნამოქმედარი შევარი ანუ ნახოთ რა ბოლო იქნება ამ ყველაფერს გრძელდება გადაცემა ერთი დღე და ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენელი, ანუ ია ახლა იმყოფება სალონში. და მე შევკვირდით, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი დაგიბრუნდებოდა სულ რამოდენიმე წუთში, რომელზეც იზრუნა ია. აი ესე იგი ესეთი არაჩვეულებრივი დღე. ავეთ. ხოთი შევცე შენი შეღებილი თმები მოეწონა ძალიან მაყურებელ. ამაინტერესებდა ეკას იმიჯზე შენზრუნა? არა, ეკაც იმიჯზე იზრუნა ღმერთმა. მის ფერით და ვარცხილობაც აქ ბუნებრივად მასეთი საბედნიერო ჩემსავით წვალება არ უწევს. საერთოდ ესეა რომ იმიჯი მეინტერესებდა ნებისმიერი შოუბიზნესის წარმომადგენელი დაუშვათ იმიჯზე და შენზე ან ეკაზე ან ჯგუფებზე ზრუნავს თუ არა? არა, ჩვენ ზრუნავს საკუთარ თავზე. ესე იგი, ეხა მოვჭით ყველაფერს, მივიდიოთ ეკასთან. ეკასთან სამსახურში. ხო. და ეხლა გაიგებს მაყურებელი თუ სად მუშაობს ეკა. ხო, რა მაინტერესებს, აი ეკას ყავს მანქანა შენგან გასყავს. ანუ შენ საჭის მართვა არ გეხერხება, არ ვიცი თუ საჭის მართვაც ვიცი, მართვის მოწმობაც ერთად ავიღეთ. უბრალოდ ეკას როგორც უფროს ქალიშვილს ეკას მიანიჭეს პრობლემა უპირატესობა და პირველი უყიდეს ეკას. და ეხა მე ველოდები ჩემი რიგია. ანუ იცი რა არის? ეთხოვო არ გათხოვო. არა, რო ვეთხოვო, როგორ არ მათხოვებს, უბრალოდ რა ხდება იცი, ვარდისფერ მანქანას ვეძებ და დეფიციტია. არა არის. საერთოდ შეიძლება გიყოს? მე კი სუფეხი და სუ აი ვცდილობ თუ სადმე ეს ახლო მანძილზე ვარ წასახები ხერხით წავიდე. ეკას არ მაქსიმუმ არ შემიძლია 10 მეტრის გავლად კი ეს ზანება ყველანაირი ვარ. ეკას ხო მანქანა ყავს. სადიძენ ტანსას. ესე იგი, ვიძენ ყველგან, სადაც მომეწონება, ის რომ თქვა ბაზრობაზე არ წავა, ესეთი მომენტი არ მყავს, ანუ კომპლექსი ვარ, კლავური. ანუ წახვალ ბაზრობაზე და ვიყიდე კიდევაც და მე მაღაზიაში იგივეს რომ ნახავ, ორ მარკაში გული არ დამწყდება. ესე იგი, ჩვენ მოვედით თბილ ბიზნეს ბაქში. სესხის გამოტანა მინდა, სესხის დაგრძელება მინდა გავიქო. მაშინ 10 ლარი მინდა გამოვიდან რომ მიკრო. რა შეიძლება რომ ჩავდო? 10 ლარიანი. თმა შეგიძლია დაალომბარდო. როგორ ათავსებ სიმღერას, სცენას, ანუ შენ საქმიანობას, იგივე შენ სამსახურთან? მინდა თქვა რომ შველი რაც ანუ მოუწოდებ შოუ-ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებს, რომ იმუშაო. შეურაცხყოფათ არავინას ჩავათვალოს, მაგრამ კარგია თუ გონებრივი სამუშაოთის დაკავდებია დღეში 1 საათი მაინც. მეც მგულისხმობს. მე ემის ფანი ვარ. ნახე როგორ იქნება. ვუყურებ და ესე სიამოვნებს. და ვერი ვარ და მუშაობ. ხო, ეს არის ჩემი უმჯრა. ისე კაი იქნება 1 საათი გონებრივ სამუშაოთი. ანკერ, მითხარი, ვინ არის ყველაზე ლამაზი?
ეხლა გახსენი და ნახე რას აღმოაჩენ. საკუთარი თავის ფანი, ხაბატონი ეკა. სამუშაო კოსმეტიკა, ბანკში ჯერ ესეც საქმიანობა იცი რა არის, გამოიყურებოდა კარგად, ლამაზად. რო კლიენტები მიიზიდო. მოეწონები, ფახას გაიტანს, შემოიტანს, ბანკს მოგება საჩვენო. სადევს ფული. რამეტერსიც აი ოქროებს როცა დებენ სესში ხელი არ წაგიცდება ხოლმე ზოგჯერ ხომ ვიცი რომ ძალიან გიყვარს და ბეჭდები იყო, როგორი ბეჭდები იყო. შეგვიძლია ისეთი ბეჭდები იყო, რომ მე და ვახურ ნატრობდით, რომ ნეტა დარჩეს. არიან თუ არა კლიენტები, რომელებიც გცნობენ თუ არა. კი, არის, მაგალითად ერთი შემოვიდა და ჟურნალის ყვა ეჭირა და არა, შემოვიდა კლიენტი და წავიდა და მოდის 1 საათში. არა, ის არა. იმას არ უყვები, სამარცხვინო. მოდის 1 საათში და უჭირავს ჟურნალის ყდა და მიყურებს, აქ დგას. ხონაღდაც შენახა. აუ, რა მაგარი ჯიგარი გოგო ხარ. სიმღერის გარდა ესე იგი სხვა რამეც იცი? კი, მეთქის ხარ. აუ, როგორ გაფასებ შენაზე? გენაცვალე შემოგრე და წავიდა. საღამოს უცა ვაკითხავ ერთად წამოვიდეთ. ყოველდღე მევიხდის დაიემკის მუზე. დაიმახსავრე. ხელფასთან დაგიხვდება. მაინტერესებს გიჭირს თუ არა ქალაქში მოძრაობა. არა, ქალაქში მოძრაობა უკვე აღარ მეჭირს. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიწვრთელი. მაგრამ ფეხსაცმლის მიხედვით მიჭირს ან არ მიჭირს. დღეს მაგალითად ძალიან მაღალ ფუსლებზე მაცვია და ცოტა მიჭირს. გრძნობელობაა ნაკლები. მას მერე რაც ინსპექტორები აღარ განა. მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი რითიც კმაყოფილი ვარ ხო, საგზაო პოლიცია, ანუ პატრული. საკმაოდ კულტურული და ზრდილობიანი კადრები შეარჩიეს აშკარად, იმიტომ რომ ელემენტარულად ხო აგრესია არ მაქვს, როცა გაჩერებიან და გელაპარაკებიან. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა წითელზე გავიარე და გვიან მივხვდი, უბრალოდ მართლა ჩაფიქრებული ვიყავი და ვერ დავინახე და ხო და გავაჩერე წამსვე მანქანა. გიცნეს? გაიღიმათ და მეთხარ მეტჯერ აღარ გავაკეთებ, მეთქი მაპატიეთ მივხვდი რაც დავაშავე. კარგიო და გამიშვეს. სად მოვედით რომელიმე ტყუს ეკამოდი შენ მითხარი შენი ჯექი საჭესთან. სად მოვედით? ეხა მოვედით სტუდია თბილისში, სადაც იბეჭდება ჩვენი ალბომი და პრინციპში უკვე საბოლოო ვარიანტი უნდა ვნახოთ ყდის გამზადებული. ბოლოს და ბოლოს თქვენი ახალი ალბომი გამოდის. ბოლოს და ბოლოს ახალი, ისიც პირველი. ფაქტიურად ამ ალბომში შევა ჩვენი 4 წლის ნაჯაფი, ნამუშევარი, ნაღვაწი. და ეხლა ვიხილავთ ნაშრომს. როგორი გამოვიდა. ანუ თქვენ აბა გამოიცანი რა ფერი იქნება. ვარდისფერი. ესეთი იქნება ჩვენი ალბომი. ესე იგი, გადაცემა ერთ დღეში ტრადიციული სტუმარი. ჩამოკლე ჩართვი. მოვითავეთ დის ამბები, ანუ ალბომი. გვეგონა რომ ამდენი ხანი არ დაგჭირდება. 3 ერთხმაში. გასაგებია უკვე ჩემთვის, ასევე თქვენთვისაც. ანუ მაყურებელს ვამბობ თქვენს თაყვანს. რას ვაკეთებ შემდეგ ესე იგი. ჩავჯობ. ეხლა სახლიდან უკვე დაგვირეკეს იქ პატარა თავშეყრა. პატარა თავში ყოველთვის კვირაში ერთი დღე ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ მეგობრების თავშეყრის გავაკეთოთ და ეს ხდება ხოლმე ჩვენთან სახლში ჩაიზე. ანუ კვირაში ერთ დღეს. ნუ ეს არის და ეს დაიხო გადაცემა ერთ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის შაბათი და კვირა, იმიტომ რომ მე შაბათს მუშაობ და კვირას ისვენებს. კვირას ვცდილობ რომ მაქსიმალურად დავისვენო, ამიტომ არის ხოლმე კვირის ბოლო დღე, ანუ პარასკევი.
რამდენი წელია რაც საჭის მართვა შეისწავლე? მართვა ვისწავლე 18-19 წლის ასაკში, მაგრამ ვინაიდან არ მყავდა საკუთარი ავტომობილი, პრინციპში იქიდან არ მოვთვლი დროს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის იცი რა. თუ არ დაჯექი საკუთარ მანქანაზე, ვერასოდეს ვერ ისწავლე კარებას. ანუ აი ეს სისტემატურად რაც ვზივარ უკვე მესამე წელია, 3 წელი. მაშ მაინტერესებს აი რა გიყვარს თუ არა მუსიკის მოსმენა მანქანაში და მარტო როცა ხარ აი მღერი თუ არა და უშოთ რომელიმე მარტო რო ვარ, მიყვარს მოსმენა, მაგრამ დაბანხმაზე. ია თუ მიზის ჩათვალე რომ აი ესე ვარ, გიჟი ვარ. მაშინ აუწია ჩათვალე რომ მეც რო ვზივარ გიჟივით უნდა იყო. არა, ძალიან მღიზიანდები და მე მიმყავს გიჟივით. წავედით ესე იგი მეგობრები ელოდებიან ეკას და იას სახში. ანუ სტუმრად არიან, პრინციპში სტუმრად არა. არა, სტუმრად არა, ხო. ჩვენ მივდივართ სტუმრად ჩვენს მეგობრებთან, ოღონდ ჩვენივე სახლში. Rakay, abla. Sevdiye xasიათი. ეს ემის ახალი სიმღერა. წავედით ეკას გავეკიდოთ. თიკო, დედა ჩემი. აი ჩემი მატვილის გამომცხვარი პიცა ეს. ესეც ნამცხრები. ეს ვის ყმაწვილმა გამოაცხო. ეს ესე იგი მე მყავს ერთი თაყვანისმცემელი არაჩვეულებრივად აცხობს დამცხრებს. მე რა მინდა? მოდი პიცას მე დავჭრი. დედა არ დაგენანოს ბევრი დაალაგე. ხშირად ენანება ხოლმე. კახელები საერთოდ ხელგაშლილი ხალხი ხო იცი? ეს მაინტერესებს ყოველთვის ესე გეხმარებიან თუ ეს დედა ჩემი გვეხმარება ხოლმე? ისე გვეხმარება დედა. დედოფალი ნახე. დედა რომელი დედოფალი ვარ ეს თქვი? დედა როგორი დედოფალი ვარ? რა მქვია მე დედა? დედოფალი? ჯიგარი. მე დედა. დედა მარიძის იას რა ქვია? მე დედა ყურადღებისთვის. მაინტერესებს აი თქვენ თუ ხართ ხოლმე დიეტაზე? მე არასოდეს. როგორც ქალების უმრავლესობა. მე არ მკითხო. შენ არ გეკითხები. მე ვარ დიეტაზე. მე არასოდეს არ ყოფილობ იოგურტოვნა ვარ. როგორ? მისის იოგურტოვნა. ორი სიტყვა ჯგუფ ემის შესახებ თუ შეიძლება. ემი მიყვარს ძალიან, ემი ნაკრის თვალია. ორი სიტყვა ჯგუფ ემის შესახებ. ძალიან მიყვარს და უსამართლოა, უბრალოდ და ჩემი ოჯახია. აქ ცხოვრო. Just like the awesome ეს სამხიარულად ვტოვებთ ეკას და იას მეგობრების ჯგუფთან ერთად. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მაგრამ არ მიდივარ, რასაც ვჩები ეკასთან და იასთან ერთად, ასე რომ კარგი